მოდით ორიოდე სიტყვით ვისაუბროთ უკრაინაზე, ანუ რატომ დაიწყო ეს ომი და რა იყო ამის მიზეზი. მე აუცილებლად დავდებ მურს თუ მოვძებნე ის ბალტიისპირელი დეპუტატი, რომელიც ადარებდა უკრაინის საშუალებებს და მთლიანად ევროპის საშუალებას სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მიხედვით. უკრაინის შავმიწა-ნიადაგიანი ტერიტორია არის რაღაც დიდი ციფრი დაასახელავს, ანუ 3-ჯერ მეტი თვითონ უკრაინის ტერიტორიაზე იყო შავმიწა-ნიადაგიანი რაიონები და გარწმუნებთ, რომ უკრაინა რომ შესულიყო ევროკავშირში, დაახლოებით 20-30 წელიწადში ის ჯიბეში ჩაისვავდა მთელი ევროპის სოფლის მეურნეობის პროდუქციას და მის პოტენციალს. ანუ ჩვენ თუ დაუმატებთ ამას უკრაინის იაფ-მუშა ხელს, ხო? შავმიწა-ნიადაგს იმდენი დამუშავებაც არ ჭირდება, ანუ მუშახელი იაფი, დამუშავება და წარმოება იაფი, ტექნიკა უკრაინაში ყველაფრის ტანკიდან და თვითმფრინავებს აკეთებდნენ. მრია ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი მსოფლიოში უკრაინაში ხარკოვში კეთდებოდა, ხო? აქედან გამომდინარე, უკრაინა არ ხდებოდა არაფრით დამოკიდებული ევროპაზე, ევროპული კავშირის იმპერიებზე, ის იქნებოდა დამოუკიდებელი ძლიერი სახელმწიფო ევროკავშირში, რომელიც დროთა განმავლობაში ევროკავშირის ეკონომიკას ჩაისვავდა ჯიბეში. მე მახსენდება ერთი ინტერვიუ ნემცოვთან, როდესაც ის რომელიღაც გადაცემაში პაექრობდა, რაღაც ბარიერის ტიპის გადაცემა იყო სხვადასხვა კანდიდატებს შორის და საუბარი იყო რუსეთთან სამოკავშირო ხელშეკრულებაზე და მოკავშირე ქვეყნებთან, როგორი ურთიერთობა უნდა ქონოდა რუსეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ეს გარკვეული ძალა გაიმარჯვებდა, მაგალითად ნემცოვის ძალა გაიმარჯვებდა და ნემცოვმა თქვა ძალიან საინტერესო რაღაც, მან თქვა, რომ ლუკაშენკო იქცა შუამავალ რგოლად ჩვენსა და ევროპას შორის, იმიტომ რომ ლუკაშენკოს გაქონდა რაღაც გარკვეული რუსული პროდუქცია, მას გადააწარმოებდა რაღაც, ანუ გადააკრავდა თავის ეტიკეტებს და აგზავნიდა მერე უკვე პოლონეთში, ევროკავშირში, როგორც თავისი პროდუქცია. ანუ რუსეთთან საბაჟო კავშირით სარგებლობდა, იღებდა ნედლეულს იაფად, იღებდა პროდუქციას იაფად და შემდეგ უკვე ძვირად ტყიდა ევროკავშირში და ეხლაც დაახლოებით იგივე ხდება, როდესაც ბელორუსიას რუსეთში შეაქვს ზღვის პროდუქტები, ძალიან დიდი რაოდენობით ზღვის პროდუქტები, როდესაც ბელორუსიას საერთოდ ზღვა არ აქვს. ევროპის წამყვანი ქვეყნებისთვის იქნებოდა იმის საშიშროება, რომ უკრაინა ჩამოყალიბდებოდა როგორც ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული ევროპაზე. ალბათ რაღაც კაპიტალ დაბანდებები იქნებოდა ევროპიდან, მაგრამ თვითონ უკრაინა იმდენად თვითკმარი სახელმწიფოა, გინდა ტერიტორიულად, გინდა მეცნიერებით, გინდა ხალხით, ყველა მხრივ, რომ ევროპა მას ვერ აჯობებდა და 20-30 წლის მერე უკრაინა გადაუსწრებდა თავის განვითარებით ყველა ევროპულ სახელმწიფოს.